უწმინდესისა და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით დასავლეთ საქართველოში დიდთოვლობის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად საპატრიარქოდან საკვები პროდუქტი, ტანსაცმელი, მედიკამენტები და თბილი გადასაფარებლები გაიგზავნა. ჰუმანიტარული დახმარება ოზურგეთში გუშინ 28 თებერვალს ჩავიდა. შეგახსენებთ, რომ გასაგზავნის საკვები პროდუქტებისა და პირველადი მოხმარების ნივთების გადატანა სატვირთო მანქანაში სხვადასხვა ადგილიდან 27 თებერვალს განხორციელდა, მათ შორის სამების ახალგაზრდული ცენტრიდან. საქართველოს საპატრიარქოდან გურიის რეგიონში ტვირთი 28 თებერვალს დილით გაიგზავნა. მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევით საქართველოს საპატრიარქოს ორგანიზებით იქნა შეძენილი საპატრიარქო გამოყო ამისათვის გარკვეული თანხა. იქნა შეძენილი თბილი ტანსაცმელი, გადასაფარებლები, საკვები, დაახლოებით 150 სრულფასოვანი დიდი ულუფა გაკეთდა, ფქვილი, მათ შორის ძალიან გრძელი ჩამონათვალია პროდუქტების, არის მცირე რაოდენობით ასევე მედიკამენტები და გარდა ამისა საპატრიარქოს ახალგაზრდულმა ორგანიზაცია დავითიანმა მიიღო ამაში მონაწილეობა მიიღო კომპანია თეგეტამ, რომელმაც ტრანსპორტირების გარკვეული ნაწილი უზრუნველყო, მონაწილეობა მიიღო კომპანია ავერსის საქველმოქმედო ფონდმა, რომელმაც მედიკამენტების მხრივ აგიწია დახმარება და ყველა ადამიანი, ვინც მონაწილეობა მიიღო და თავისი ქველმოქმედებით ჩაერთო ამ პროექტში, გაიხაროს, მინდა უსურვოთ ბევრი წარმატება და ჩვენ ქვეყანას მშვიდობა.